მხედრიონთან როგორც არის გავრცელებული რომ მე რაიმე მხედრიონი და ეგ არის ზღაპარი მე მქონდა პირდაპირ მნიშვნელობით ოჯახური ურთიერთობები ჩემი ოჯახის უახლოესი ოჯახი იყო ჯაბა იოსელიანის ოჯახი და მქონდა ეს ურთიერთობები ეს სულისკვეთება იქ იყო ასეთი რომ სამშობლოსათვის და მეორე ორგანიზაცია დამისახელეს ვინც იქ ადამიანი გაწირა და სამშობლოს შეეწირა ამ ორგანიზაციის 800 ადამიანმა სულ 1000 თუ 1200 წევს იზაცვლიდა და 800 ადამიანი ჩაწვა მიწაში ეს გაცილებით უფრო ღირებულია ვიდრე ის მითი რომელიც მის ირგვლივ იყო შექმნილი ხედრიონის როლი საქართველოს განვითარებაში მოწმე ნანა კაკაბაძის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ჯაბა იოსელიანის თანამოაზრე ოპოზიციის ლიდერების დევნის საქმეში ახლა საქართველოს პროკურატურის ოქროს მოწმეა. რას ყვებოდნენ? სასამართლო დარბაზებში აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო, რადგან პროცესები დახურულია. თუმცა შაბათის ეთერმა დაკითხვის ოფიციალური ჩანაწერები მოიპოვა. ირკვევა, რომ ნანა კაკაბაძე ხედრიონის ქმედებებს ამართლებდა და ამტკიცებდა, რომ რაც აქამდე გვესმოდა, ყველაფერი მოგონილია. ჯაბა იოსელიანის ქმედებებში თქვენ ვერცეთ ქმედებას ვერ დამისახელებთ, რომელიც იქ იყო მოსახლეობის ქართველი ხალხის ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული უფრო მეტიც. მე ვცდილობდი ხოლმე რომ სადაც კი ეს მათ შორის აფხაზეთის ომშიც ჩასული ვარ და ახალ წელსაც შევხვდი. წინა ხაზზე იმითი კი არა რომ ომობდი, მაინტერესებდა როგორ იყვნენ იქ ადამიანები და როცა მივედი რომ აი ჭაობი იყო არაფერი არ იყო იქ სადაც დაბანაკებული იყო მხედრიონი და ბენდენები ქონდათ და ისინი მოხსნილი იყო მიიხსნიდნენ იმას აფარებდნენ ჭაობს და იქიდან ამოსულ წყალს სვავდა ეს ხალხი რომ წყალიც რო ეს საშუალებაც არ ქონდათ ამიტომ ჩემთვის ეს იყო ისეთი შთამბეჭდავი რომ ვერ აგიხსენებთ ამან რომ ემოციურად როგორი მოქმედა ნანა კაკაბაძე, რომელიც დღეს ოპოზიციის ლიდერების ციხეში ჩასმას ითხოვს, წლების წინ ჯაბა იოსელიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. ხედრიონის დამცველისთვის ამ ორგანიზაციის ქმედებები მისაღებია, ხოლო ქუჩაში პროდესალური კურსის დასაცავად გამართული აქციები კრიმინალური ქმედებაა. პროკურატურის მოწმე სასამართლოს სხდომაზე ბოლოს იქამდეც კი მივიდა, რომ ფოიერვერკსა და ავტომატს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. რაც მოხდა 90-იანებში ზუსტად იმას გეგმავს დღეს ოპოზიცია. ოპოზიცია გადავიდა საჯაროდ კრიმინალურ ქმედებებზე. ოპოზიციის ნიღაბქვეშ ამოფარებული ადამიანები გადავიდნენ უკვე კრიმინალის კეთებაში და დღეს რომ ზუსტად იგივეს ნიშნებია რომ ზუსტად იგივესგან სურათს ხედავ რომ აქეთკენ მიდის დღევანდელი ოპოზიცია რაც მაშინ გააკეთა სიგუაკიტოვანმა რომ ლამის შეიარაღებული იყო აბა რა იყო მაშინ ავტომატებით ისროდნენ ეხლა ხლაბუშკებია თუ რაღაცას ისროდნენ განსასჯელის სკამზე ოპოზიციის 8 ლიდერია. ყველა ციხისთვისაა გამზადებული. რა არის ამ პროცესების რეალური მიზანი? რამდენიმე თვიანი პოლიტიკური ბატალიების შემდეგ რეალური გეგმა ოქროს მოწმე ლევან ნიკოლეიშვილმა გათქვა. ეთანხმებით თუ არა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას საქართველოს კონსტიტუციის ამას რომ ეთანხმებოდეთ ჩვენ პარტიის პოზიცია ესეთი არ იქნებოდა. ჩვენ ვართ წინააღმდეგი რომ საქართველო გაერთიანდეს რომელიმე სამხედრო ბლოკში ან რომელიმე ეკონომიკურ ბლოკში. მიგვაჩნია რომ ეს საქართველოს იქნება დამოუკიდებელი, საქართველოს დაკარგავს სუვერენიტეტს და მას არ იქნება თავისუფალი მოქმედების საშუალება. აქედან გამომდინარე ცხადია ეს მუხლი ვიცი და ამ მუხლის წინააღმდეგაც ვართ. პოლიტიკური ლიდერების დაჭერა, არსებული ოპოზიციური პარტიების განადგურება, მომდევნო არჩევნებში ოპოზიციის ნაცვლად ქართული ოცნების სატელიტების შეყვანა და ნატოსა და ევროკავშირზე უარის თქმა. აი რა იკითხება პროკურატურის მოწმის ნიკოლეიშვილის ჩვენებაში. დაკითხვის ოფიციალურ ოქმში კარგად ისმის ლევან ნიკოლეიშვილის სიტყვები, რომ მათი მიზანი საკონსტიტუციო ჩანაწერის შეცვლაა, რომ საქართველო უარი თქვას ნატოსა და ევროკავშირზე. ძალიან მარტივი მიზანი საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და წარმატების შემთხვევაში ის იმედის გვაქვს შევეცდებით რომ შევცვალოთ კონსტიტუციაში ეს მუხლი. საუბრის ყველა პროცედურას ნეიტრალური საქართველო ნანა კაკაბაძის, ლევან ნიკოლეიშვილის, ბატო შაქარიშვილის და ქართული ოცნების მხარდამჭერი ჯგუფების მიერ დაფუძნებული პარტია. ისინი სასამართლო პროცესებზე არ მალავენ თავიანთ მიზნებს და მოქმედების მოტივებს.
მათ სურთ საქართველო უარი თქვას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, რაც ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამო. 78 მუხლი არის აბსურდი. 78 მუხლი არის აბსურდი. და ჩვენ მუშაობთ, ჩვენ მოქმედებთ იმისათვის, რომ ეს აბსურდული ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციიდან ამოვიღოთ. მოქმედებთ. კამერების წინ ქართული ოცნება აცხადებს, რომ არც ევროგაერთიანებიდან წამოსული კრიტიკა აღელვებს და არც ის რეზოლუციები, სადაც მათ დიქტატორულ მმართველობაში ამხენენ. თუმცა ირკვევა, რომ რეალურად ეს ასე სულაც არ არის. მე მაგალითად დაგისახელებ ქალბატონ კაია კალას, რომელსაც გააკეთა განცხადება იმის თაობაზე და დაყო საქართველოს სახელმწიფო ცალკე თავისი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეც. მე შემიძლია დაგისახელოთ ასევე ურსულა ფონ დერ ლაიანი, რომელიც არაერთი არასწორი კრიტიკის ავტორი არის საქართველოს დამემართებაში და შემიძლია დაგისახელოთ მარტა კოსი. და ეს ყველაფერი არ არის. პროკურატურის საქმეში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დევს ჩვენება, რომ ამერიკული დაზვერვა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა. ჩნდება კითხვა, არის თუ არა ეს სისხლის სამართლის საქმეში რუსული პუტინისტური ნარატივის დოკუმენტირება. პირდაპირ ვასახელებ, რომ ჩვენი ქვეყნის წრები არის. სახელმწიფოს წრები არიან ჯერიმელი, რამენიდელი, ხიდი და სხვები მოწვევი. გახლავთ. ჩვენ ასევე ვიწერთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩამონათვალია ეს საქართველოში ამერიკის ელჩი დეგანი, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იყვნენ ავადმყოფობის ცენტრში. კი. თქვენი საქართველოს და ამერიკის ელჩი საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტიტუციად ეს არის პური ორგანიზაცია. ნამდვილად. აბსოლუტურად ის არის. არიო? ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო არის ის ორგანიზაცია უცხოური, რომელიც საქართველოში გეგმავდა გადატრიალებას. ახსენიათ CIA-ის მიერ დაგეგმილი გადატრიალებების შესახებ? საქართველოში რამოდენიმე ცდელობა იყო რაღაც აგენტურული ქსელების ჩამოყალიბების და ამ პროცესს მართავდა უცხოელი აქტორები, ეს არ არის დასამალი. და აქ იყო მრავალი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ხაბეიშვილი, ბოგუჩავა, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, რენე ხოშტარია და ასევე ზურა გიჩი ჯაფარიძე. მათთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ დონორები, ეხმარებოდნენ ამ ადამიანებს, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ იმისათვის, რომ კონსტიტუციური წყობილება ძალადობით შესულიყო და ამის შესახებ არაერთი ფაქტი არსებობს. მე ისეთ გამოინტერესებს ბატონ ლევან, თრულ ორგანიზაციებად და სახელმწიფოებად მე როგორც ხვდები თქვენი გამოკითხვის ოქრიდან მოიაზრებთ USAID-ს და NAIDS-ს, ხო ისეა? ქალბატონი კელი დეგნანი. დიახ. რომელიც გახლავთ ამერიკის ელჩი საქართველოში. ის ამ ტრული აგენტურული ქსელის ნაწილი იყო თქვენი ინფორმაცია. ქალბატონი კელი დეგნანი არის ის ელჩი, რომელმაც თავის დროზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების საკმაოდ შეარყია და ძალიან ცუდი როლი ითამაშა ამ ურთიერთობებში. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ხარს უჭერდა არა საქართველოს სახელმწიფოს, არამედ ცალკეულ ოპოზიციურ სპექს. ქართული ოცნება კამერების წინ აცხადებს, რომ სანქციები არ ატარდებს, თუმცა ირკვევა, რომ ეს მათთვის მთავარი სადარდებელია. ნანა კაკაბაძე სასამართლოში დაკითხვისას ყვებოდა, რომ ოცნებას სანქციები მამუკა ხაზარაძის ჩართულობით დაუწესდა. მე არა მარტო ის ვიცი, როგორ ღებულობენ ამას, არამედ ვინ ლობირებდა საერთოდ საქართველოდან იქნებოდა თუ ამერიკიდან აი ამ შეხვედრებს და როგორ ამზადებდნენ იქ და ვინ უკეთებდა იგივე ხაზარაძეს, ვინ დაეხმარა, ჩემი ერთ-ერთი ახლობელი აი ამ შეხვედრების ორგანიზაციის პროცესები, ამ ჩანაწერებიდან დგინდება, რომ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები მტრებად აცხადებენ ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას, თუმცა ამავდროულად აღიარებენ, რომ წლების განმავლობაში თავადაც თანამშრომლობდნენ მათთან. აი ნანა კაკაბაძის ფოტო თავისუფლების ინსტიტუტში. ის გიგა ბოკერიას და ლევან რამიშვილის გვერდითაა. ასე
წლების განმავლობაში მქონდა საერთაშორისო სხვადასხვა ორგანიზაციებთან კავშირი. რომელ ორგანიზაციებთან თქვა ის საერთაშორისო რომელ ორგანიზაციებთან ჰქონდათ ურთიერთობა? ეგ მაინც აბსოლუტურად ყველასთან, რომელიც საქართველოში იყო და ან საქართველოს პარლამენტში. აი ბაშენ ჩამოვთვალოთ. USAID-თან ჰქონდათ? დიახ. IRA-ისთან? IRA-ისთანაც კი შაშტი. IRA-ისთანაც ჰქონდათ. მოკლე პასუხები რომ თქვენს არ შეგაწუხებთ. NDI-ისთან? დიახ, NDI-ისთანაც. კარგი, შემდეგი კითხვა. სოროსის ფონდთან? კი, სოროსის ფონდთან. ფონდთან ქონიათ კავშირი. რა გრანტი მიგიღიათ თუ უბრალოდ კავშირი ქონიათ? მინდა გითხრათ, რომ საერთოდ სოროსის ფონდის დაფუძნება საქართველოში ერთ-ერთი მე ვიყავი, ვინც. ანუ თქვენს ხარ სოროსის ფონდის დამსახურებული? არა, დამფუძნებელი კი არა ვარ, ინიციატორი. დაფუძნების? დაფუძნების. ჩვენ მოვიპოვეთ არა მხოლოდ ნანა კაკაბაძის და ლევან ნიკოლეიშვილის, არამედ მოწმე პოლიციელების ჩვენებებიც. კომიკური და აბსურდული. ასე აფასებენ ადვოკატები სასამართლოს დარბაზში მოყოლილ ისტორიებს. ატაკით, წერილობითი პატაკით, 5 თვის განმავლობაში. თქვენ არ მიმართავ და არ მოგითხოვიათ, რომ დამკითხეთ ასაკზე. უასია. თვითონ დამიზახეს და მივედი და ანუ გამოძიება რო იყო დაწყებული. დიახ. შეგიძლიათ უპასუხოთ კი ან არა, რა დაგეკითხება, იმაზე უპასუხეთ. ამ 5 თვის განმავლობაში თქვენ ატაკით არ მიმართავთ ხომ? არა. ატაკი მე პირადად არ დამწერია. კი ბატონო, ვინ დაგეკითხათ ვახშობთ, ვინ იქნას რომ უნდა წასულიყავით პროკურატურაში? პროკურატურის გამოძიებელი. რომელმა ყოლას? აი ესე გამოძიებელი, ვინც დამკითხა, რა თქმა უნდა, იმან დამირეკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სასამართლოში ფიცის ქვეშ ყვებოდნენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ ჩადენილი დანაშაული საკუთარი თვალით ნახეს, თუმცა 5 თვის განმავლობაში პატაკიც კი არ დაუწერიათ. ისინი ამბავს მალავდნენ და მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, როცა ჩვენებები პროკურატურას დასჭირდა. ზოგიერთი მათგანი იმასაც კი ვერ ამბობდა, თუ როგორ შეიტყო პროკურატურამ, რომ მთელი 5 თვე დანაშაულის შესახებ ინფორმირებული იყვნენ, მაგრამ ამ ინფორმაციას არ გასცემდნენ. აი ორში დამირეკეს და მითხრეს ორ მაისს დამირეკეს პირველად თუ მანამდე 1 მაისს დამირეკეს და 2 მაისს შეიტანეს და ასე. მასე არ მახსოვს. თქვენ თვითონ მითხარით რომ 2 მაისს, ანუ მე გითხარით რომ ზუსტად არ მახსოვს მეთქი ოქში წერია მეთქი, ანუ როდის დამირეკეს ახლა 2 მაისს დამირეკეს, 1 მაისს ოქში ხო წერია რიცხვი, როდის გამოვიკითხე შესაბამისად. კი ბატონო, არ მახსოვს. აი მოკლედ რო გითხრათ, არ მახსოვს. ხელს იქნევდა, ანიშნებდა, ხელებს ზევიწევდა და ხალხი შეტევაზე გადადიოდა. პოლიციელები ჩვენებებში ძირითადად სწორედ პოლიტიკოსების ჟესტებს აღწერენ და ასკვნიან, რომ ხალხის ქმედებები პოლიტიკოსების მოძრაობების შედეგი იყო. ამ ჩვენებებით გამოდის, რომ ერთი პოლიტიკოსის ხელის აწევით ასობით ადამიანი შეტევაზე გადადიოდა. ხელით ანიშნებდნენ, რომ შემივაწყვეთ, გავარღვიოთ ეს კორდონი და აი მაგ ფონზე იყვნენ უკვე ძალიან მერი აგრესიულები რა. მერე მოდიოდა უკვე ეს ლაგატკებიდან ეს შარიკების როლა, ეს ქვების როლა, მაშხალების როლა. იგივე ხელის ქმედებების შემდეგ, იგივე მიწოლის შემდეგ, რა თქმა უნდა ეს ხალხიც მოდიოდნენ, ბატონი ნიკო გვარამია ფიზიკურად ახლა ძალიან ძლიერი არის და ნიკამელია. თუნდაც ბატონი ნიკამელია ჟესტიკულაცია, ქალბატონი ელენა ხოშტალია ჟესტიკულაცია, ორივე ფიზიკურად ძლიერები არიან, ანუ ესე ბატონი ნიკამელი მაღალი არის და ქალბატონი ელენა ხოშტალია უყვარს ესე ვთქვათ, ჭიდაობაში ესე ვთქვათ, ჩართვა. სისხლის სამართლის საქმის კიდევ ერთი ეპიზოდი დროაგირჩის ოფისების ჩხრეკას ეხება. გამომძიებელმა ბაქარ გლუნჩიძემ სასამართლოს ჩამოუთვალა ის ნივთები, რომელიც პოლიციამ ჩათვალა, რომ ჯგუფური ძალადობისთვის უნდა გამოიყენებინათ. სწორედ ამ დროს გაირკვა, რომ ეგრეთ წოდებული ძალადობის იარაღად სამართალდამცველებმა ბუშტებიც კი მიიჩნიეს. აღნიშნულ ოთახებში თითქმის ყველა ოთახში აბსოლუტურად განთავსებული იყო სხვადასხვა ნივთები, კერძოდ დიდი რაოდენობით ფეიერვერკები, ლაზერები, ბენზინი, ეგრეთ წოდებული დვიჟოკი, კარვები, პირბადეები, აირწინაღები, მათ შორის შურდულები, ეგრეთ წოდებული ლაკარტკები და ასე შემდეგ. დანაშაულის სახიდან გამომდინარე, ეს ნივთები, რაც კი ამოვიღეთ, შესაძლებელია ყველაფერი ყოფილიყო
იყო ჯგუფურ ძალადობაში გამოყენებული. მათ შორის ის საღებავები, მათ შორის ბუშტებიც არის ამოღებული, იმიტომ რომ ამ ბუშტებში შემდგომ ამ საღებავს ასხავდნენ, დრონით ზემოთ უშვებდნენ და შემდეგ ხეთქავდნენ და პოლიციელებს და სხვადასხვა პირებს ესხმოუდათ თავზე. პოლიციელი ყვება, რომ ოპოზიციის ოფისის ჩხრეკისას რამდენიმე ერთეული შოკოლადის სნიკერსი იპოვა. თუმცა, რადგან სნიკერსი ჯერჯერობით დანაშაულის იარაღად არ მიიჩნევა, ისინი პარტიის ოფისში დატოვეს. იქ ძალიან ბევრი ნივთი იყო, შეიძლება ისეთი ნივთიც ყოფილიყო, ხა მაგალითად, როგორც მახსოვს, სნიკერსი იყო, მაგრამ სნიკერს ხო არ ამოვიყებდით, ხა რა თქმა უნდა, დავტოვეთ. კონკრეტული ნივთი, მაგალითად, ბუშტები და საღებავები. კი ბატონო. არა, ამას მე ვიღებდი გადაწყვეტილებას. თქვენ იღებთ კი. კი ბატონო. კიდევ ერთი გადაწყვეტილება იმ პირობებში, რომ საქმის მასალები არ იყო. ხოსტონად გავიგე. კი ბატონო, ოღონდ პროკურორთან ჰქონდა კომუნიკაცია. ამ საქმის ფარგლებში ოპოზიციის ლიდერებს 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მოსამართლე გადაწყვეტილებას შემოდგომაზე გამოაცხადებს.